გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. ამ სახელწოდების პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეუერთდა. უწყების წარმომადგენლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდების დასახმარებლად სისხლით ჩააბარეს. დღესვე ვახტანგ ყოლბაიამ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ეთნიკურად აფხაზი და დევნილი ბავშვები მოინახულა. მე სარგებლობ შემთხვევით და მოუწოდოთ ყველა იმათ, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს ჩააბაროს სისხლი, რათა იმ ბავშვებს, რომლებიც აქ მკურნალობენ, ჰქონდეს საშუალება გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან, მდგომარეობაში წინე არის. იაშვილის კლინიკამაც გამოდგა სურვილი, რომ დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს თანამდებობაში ჩვენ შეგვიძლია თქვენი თანადგომა და ოფიციალურობით ჩატარება, ასე რომ დღეს დამეგობრდა ოფიციალურად იაშვილის კლინიკა და აფხაზეთის მთავრობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა მე მათ და მინდა ვთხოვოთ სხვა დაწესებულებებს, რომ მიიბაძეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ გაზრდილი სისხლი არის მინიმუმ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე და გამოჩენილი ყურადღება ამ ბავშვების გამოჯანმრთელებას ნამდვილად წაადგება.